მოდიოდი აქ ვიხსენებდი 2024 წლის გაზაფხულის აქციებს, როდესაც ძალიან დაღლილები, ძალიან გაბრაზებულები ვიდექით ერთად და მე გთხოვენ მოგიწოდეთ მაშინ, რომ არ დაგზარებოდა ეს ბრძოლა, არ დავღლილიყავით ამ ბრძოლაში და არ შევშინებოდით. და აი გავიდა ერთი წელი და დღეს ისევ აქ ვართ ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ. ვართ ბევრი და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას გამარჯვებამდე. ერთად ჩვენ შორის ცდილობენ კედლების აშენებას. ქართული ოცნების დეზინფორმაცია ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ცალკე არიან პოლიტიკოსები და ცალკე არის ხალხი, ცალკე არიან აქტივისტები და ცალკე არის ხალხი, ცალკე არის არასამთავრობოები და ცალკეა ხალხი, ცალკე არიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ხალხი ცალკეა. ეს არის ტყუილი, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება და ამ ბრძოლაში ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მეგობრებო. არ მივცეთ საშუალება აი ამ ტყუილები ჩვენ შორის კედელი ააშენოთ. მე ვიცი, მე ძალიან კარგად ვიცი, რატომ ბრძანდებით თქვენ გაბრაზებული. თქვენ გაბრაზებთ ის, რომ ეს პარტია გართმევთ ამ ქვეყნის ცივილურ მომავალს, რომ ეს პარტია არაფრად აგდებს თქვენს ხმას, რომელიც არჩევნებში მიეცით, რომ ის ჩვენ შვილებს არდრევს განათლების უფლებას და სურს რაღაც იზოლირებულ ჯურგმულში გამოაქციოს ისინი, რომ ვეღარ გაარჩიონ სიმართლე ტყუილისგან, ვეღარ გაარჩიონ ჰიბრიდული ომი დეზინფორმაცია ჭეშმარიტებისგან. მე ვიცი, რომ თქვენ გაბრაზებთ ის ძალადობა, რომელიც აქ ნახეთ. მე ვიცი, რომ გაბრაზებთ ის, თუ როგორც ცემდნენ სასიკვდილოდ ქუჩაში ახალგაზრდებს და რომ არც ერთი პოლიციელი არ არის ამისთვის დასჯილი. ამიტომ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ერთად, მეგობრებო. და მე მინდა გითხრათ, რატომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. ამას პარნახობს ისტორიის კანონი. ყველგან, სადაც საზოგადოება იბრძოდა მედგრად, ყველგან, სადაც საზოგადოება გაერთიანდა, სადაც არ შეშინდა და სადაც არ დაიღალა, იქნება ეს აღმოსავლეთ ევროპა, იქნება ეს ცენტრალური ევროპა, იქნება ეს აფრიკის ქვეყნები აპარტეიდის წინააღმდეგ თუ რაიმე სხვა, და რაც მთავარია, იქნება ეს ქართული ეროვნული მოძრაობა, რომელმაც აღადგინა საქართველოში დამოუკიდებლობა, სწორედ ამ ხანგრძლივი მედეგი შეუპოვარი ბრძოლის შედეგად მოიპოვა და ასე მოხდება აქაც საქართველოში აუცილებლად. და ბოლოს მე რამდენიმე რამ მინდა ვთხოვოთ, ორი რამ. ერთი, აქ უკან შიმშილობენ ჩვენი თანამოქალაქეები. მე მინდა მათ ბოდიში მომუხადო, იმიტომ რომ რასაც ახლა ვიტყვი, მათთან არ შემიტახმებია, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება ჯანმრთელები ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ამიტომ მე ჩვენ პირადი თხოვნა მინდა გადავცე მათ, რომ ჩვენ გავიგეთ მათი სათქმელი. ეს მთავრობა, ეს პარტია ამას ვერ გაიგებს. ამიტომ მინდა ვთხოვოთ, გამოვიდნენ ამ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგინეთ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენ ისე გვჭირდება ჯანმრთელები, ძლიერები და ბრძოლის უნარიანები. ნიშნება ნამდვილი სამართლიანი თავისუფალი არჩევნები, ნიშნად იმისა, რომ ამ ბრძოლას მანამდე გავაგრძელებთ და არ წავალთ ამ ქვეყნიდან, როგორც მათ უნდათ, ერთი წუთით, მაღლა ამა რთული ხელით ვაჩვენოთ ყველა ჩვენი პირობა, რომ ჩვენ შევით ბოლომდე და ჩვენ გამარჯვებამდე.